ხო, ის რომ ძალიან საგანგებო შავი პიარი და კამპანია აგორებული, იქიდან ჩანს თუნდაც რომ ეს სპექტაკლი დაიდგა შარშან, ანუ პრემიერა არჩევნებამდე იყო. შეიძლება მივაწეროთ იმასაც, რომ არჩევნების შემდეგ არც ქართულ ოცნებას არ ეცალა ამისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაცია მის უხამსობაზე მაშინაც უკვე ჰქონდათ, მაგრამ აი რაღაცნაირად შემონახული იყო, რომ როდის იქნებოდა საჭირო, იგივე თუნდაც ყურადღების გადასატანად და განსაკუთრებული თავდასხმისთვის, მით უმეტეს, რომ აი ამ თვეების განმავლობაში გულისხმობ საპროტესტო აქციებს, თეატრი და განსაკუთრების თავაზე და მთელი სამეფო თეატრი, სამეფოუბნის თეატრი განსაკუთრებულად კონსოლიდირებული ბრძოლის ავანგარდშია და ნუ ცხადია ისინი ყელზე ადგას ქართულ ოცნებას. მაგრამ მე მგონია რომ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ აი ესეთი გაშმაგებით არა მხოლოდ ის კადრები რაც გავრცელდა და რაც ამ უხამსობის პროპაგანდირებას დაუკავშირეს არის თვითონ სპექტაკლის შინაარსი, სპექტაკლის პათოსი, რომელიც არის ძალიან მზაფრად პოლიტიკური. ეს არის სპექტაკლი ძალაუფლების ტკბობაზე, ძალაუფლების უხამსობაზე და ძალაუფლების ამორალურობაზე. და თუნდაც იგივე შიშველის სხეული თუ პორნოგრაფიული გამოსახულება სცენაზე, სწორედ ერთგვარი მეტაფორაა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს მხატვრულ ტექსტებში. ხო, იქნება იგივე ლიტერატურა, ამაზე უკეთესად კალბატონი მაია ალბათ გაიხსენებს, თუ თეატრი, თუ კინო. აი პაზოლინის შემოქმედება რომ ავიღოთ მთლიანად აი ამ რაღაცა მოდელზე, მეტაფორაზე არის აგებული, ხო? სექსუალური ურთიერთობა როგორ გამოხატავს პოლიტიკურ ძალაუფლებას. და ამიტომაც მე მგონი რომ განსაკუთრებით აი ესე ორმაგად ეტკინათ, ასე ვთქვათ, ამ სპექტაკლის სიმწვავე და სიმძაფრე, მით უმეტეს რომ კარგი წამოსაგები იყო მრევლი რომელიც აი ესეთი მორალისტური პროპაგანდით შეიძლება დარაზმო და ესეთი აგრესიით განაწყო და ის რომ არც ეკლესიას და ერთი ორი გამონაკლისის გარდა ცხადია და აი ამ ბრბოდ ქცეულ მრევლს რომ სინამდვილეში რწმენა ნაკლებად აინტერესებს, ამაზე ბევრმა დაწერა სხვათა შორის რომ მათ არასდროს არ ამოუღიათ ხმა გელაჩი რაც ხდება, ხო? არ ამოუღიათ და საგანგაშოს არები არაუტეხავთ იგივე თუნდაც ჯვრის მონასტერში რაც დაიწყო, იმიტომ რომ აქაც არის უკვე მართლა ძალიან ცუდი მდგომარეობა, როდესაც კედელი ნესტიანდება, ობი აქვს და ისიც შეიძლება ერთშვენიერ დღეს ჩამოგვენგრეს. და თუ ისინი ესეთი სათუთად ინახავენ წმინდა ტაძრებს თეატრის სახით, მით უმეტეს პირდაპირ დანიშნულების ტაძრის მიმართ და ესეთ კულტურილობას. საკითხავია რამდენად ფართოა ეს ჯგუფები, აი ახლა ვეცად ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ტროლების და ბოტების მობილიზება კიდე სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ატარებს საზოგადოების ფართო ფენებს, მათ სივრას რომ გამოაყენებს და იქ არაფერი უდევს, ან თუნდაც რაღაც უფრო მაღალი იდეალებზე ფიქრობს, დათავადეს სპექტაკლის უხამსობა. ბოდიში არ შეიძლება რომ დიდად ატარებს. ხო, ეს თემა შეიძლება მეც გავაგრძელოთ, მაგრამ ძალიან ამაზრზენია, რომ აქ არ ამხოლოდ თქვათ მრევლის თვითონ რელიგიურ გზნობებზე არის გადატანილი ყურადღება, არამედ თვითონ თეატრალურ სივრცეში. ანუ თეატრის მსახიობები იქნებიან თუ რეჟისორები, ანუ ხელოვანი ადამიანი, რომლისთვისაც თუნდაც იყოს უხამსობა, გასაგები უნდა იყოს ერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი ეს ეპიზოდი, არაფერს არ გვეუბნება და მაგას გარდა ხელოვნება შეიძლება იყოს უხამსი. ისევ და ისევ თუ გინდა წეღან რაც ვთქვი, ხო, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური მეტაფორა.